იცოდით, რომ ადამიანების უმეტესობას თქვენი სიტყვების სრულიადაც არ ესმით, მათ თქვენი ემოციების ესმით. უჩვეულო ჟღერს, მაგრამ ეხლავე აგიხსნით. როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი ტვინი არა მხოლოდ სიტყვების მნიშვნელობას, არამედ ჩვენ ემოციურ მდგომარეობასაც გადმოსცემს. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეებს მიეცათ ერთი და იგივე ფრაზა წარმოთქმული სხვადასხვა ემოციური ტონით. მშვიდად, გაღიზიანებულად, შფოთვით და ასე შემდეგ. შედეგებმა აჩვენეს, რომ მსმენელთა ტვინი რეაგირებდა არა იმდენად მნიშვნელობაზე, რამდენადაც ხმის ემოციურ ტონზე. ეს განპირობებულია სარკისებრი ნეირონების მუშაობით, ტვინის სპეციალური უჯრედების მეშვეობით, რომლებიც გვეხმარებიან სხვების ემოციების წაკითხვაში და მათ თანაგრძნობაში. ამიტომ თუ არ გისმენენ და თქვენი მოთხოვნები იგნორირებულია, ან თქვენი სიტყვები არ აღიქმება ისე, როგორც გსურთ, პრობლემა შეიძლება არა სიტყვებში, არამედ იმ ემოციურ მდგომარეობაში იყოს, რომლითაც ამ სიტყვებს ამბობთ. გაღიზიანება, წყენა, შფოთვა, აგრესია, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს თანამოსაუბრის თავდაცვითი რეაქცია და მისი ტვინი უბრალოდ შეწყვეტილი იყოს ინფორმაციის აღქმისაგან, რომელსაც მას აწვდით. ამიტომ სანამ სწორ სიტყვებს არჩევთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ახლა რა მდგომარეობაში ვარ და ზუსტად ეს მდგომარეობა აღწერს თქვენ საწყის წერტილს, შინაგანს, რომლითაც ადამიანთან ურთიერთობთ და რასაც რეალურად ხედავს თქვენში.